წავიდა ჩვენი ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები ჩინეთში. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ დამთავრდა შეთანხმების ტექნიკური ნაწილი და დღეიდან უკვე ეროვნულ ბანკს შეუძლია განათავსოს ჩვენი რეზერვები ჩინეთის მთავრობის ფასიან ქაღალდებში. იმ ფასიან ქაღალდებში, რომელშიაც მთელი მსოფლიოს რეზერვებიდან განთავსებულია 1-დან 2%-მდე და ძირითადად იმ ქვეყნებს მიაქვს ჩინეთში ფული შესანახად, რომლებიც არიან ავტორიტარული რეჟიმები და რომლებსაც სანქციები ემუქრებათ. უცხოური ვალუტის რეზერვებში ჩინეთის ხვედითი წვილის უზარმაზარი ნაწილი მოდის რუსეთზე, ჩრდილოეთ კორეაზე და სხვა მსგავს რეჟიმებზე. საქართველოს მიერ ჩინეთში საკუთარი რეზერვების განთავსება. იმ ფულისა, რომელიც შექმნილია დასავლეთის ინვესტიციებით, დასავლური დახმარებით, რომლებიც შექმნილია ჩვენი ემიგრანტების მძიმე შრომით ევროპაში და ამერიკაში. როდესაც წლიურად 2.5 მილიარდ დოლარს რიცხავენ საქართველოში. იმ ფულით, რომლითაც შენდება გზები და ინფრასტრუქტურა და რომელსაც აფინანსებდა დასავლეთის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, თუნდაც იგივე COVID პანდემიის დროს 20 მილიარდი დოლარი მხოლოდ სავალუტო ფონდმა ჩაგვირიცხა ლარის გადასარჩენად. და აი ეს ფული დღეს რომელიც არის 6 მილიარდი ლარი და აქედან არის დაახლოებით 1 მილიარდი ოქრო, ხოლო 5 მილიარდი ამერიკული დოლარი და ევრო და განთავსებულია ამერიკის ეროვნული ბანკის, ცენტრალური ბანკისა და ამერიკის მთავრობის ფასიან ქაღალდებში, ასევე ევროპის სახელმწიფოების ფასიან ქაღალდებში და უმაღლესი კატეგორიის უკიდურესად დაცულ კომერციულ ბანკებში საქართველო აპირებს ჩინეთში გადატანას. შეიძლება ეს არ იყოს ძალიან დიდი წილი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო დაადგა რუსეთის გზას. ზუსტად იგივე გააკეთა რუსეთმა სანქციების შემდეგ და ამავე დროს ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომ გრძელდება საქართველოს ანტიდასავლური პოლიტიკა, ქვეყნის დასავლური ორბიტიდან ჩამოცილება და ჩინეთში ფულის განთავსება. ეს პოლიტიკური სიგნალია იმ მავნე ანტისახელმწიფოებრივი კურსის გაგრძელებისა უკვე ფინანსურ სფეროში. ეს არ არის სიმბოლური აქტი. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილების კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი ოღონდ საფინანსო ეკონომიკურ სფეროში.